გარკვეული დეტალები ჩემთვის გახდა ცნობილი ნიკა მელიას დაკავების სპეცოპერაციის და მე ახლა ვეცდები რომ მოვუყვე ქრონოლოგიურად მაყურებელს როგორ განვითარდა მოვლენები დაახლოებით 40 წუთის წინ. ნიკა მელია როგორც იცით მიდიოდა გადაცემაში, მას უნდა მიეღო მონაწილეობა, გაეცა კითხვებზე პასუხი ჟურნალისტების კითხვებზე და როდესაც ლისის ასახობთან იმყოფებოდა ის საკუთარ მანქანაში მძღოლთან და დაცვასთან ერთად საპატრულო პოლიციის მანქანამ გააჩერა ეს ავტომობილი და დაბურულ მინებთან დაკავშირებით გაუჩნდათ კითხვები, რატომ იყო ეს მინა დაბურული და ჰქონდა თუ არა კანონიერად უფლება რომ ყოფილიყო ამ ავტომობილის მინები დაბურული და აი ამ დროს როდესაც გააჩერეს და რამდენიმე წამიყავდათ გაჩერებული ავტომობილი, სხვადასხვა პერიმეტრიდან ტყის იცით რომ იქ არის სხვადასხვა პერიმეტრი ტყიდან გადმოვარდნენ, როგორც ჩემთვის ხდება ცნობილი კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები მანქანას დაესიენ და სწორედ ესეც ცდილობდნენ რომ ნიკა მელია გადმოეყვანათ მანქანიდან და აეყვანათ, ფიზიკურად გაუსწორდნენ ნიკა მელიას მძღოლსაც და ეს იყო კარგად დაგეგმილი ჩასაფრება, რომელიც მოუწყვეს ნიკა მელიას იმისთვის რომ გამარტივებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მისთვის ხელბორკილების დადება. მე უკვე ვხედავ რომ აქ გიორგი კონდახაშვილი მოვიდა და ვიცი რომ დამატებით რაიმე ახალი ინფორმაციის მოწოდების შესაძლებლობა მას ჯერ არ აქვს, თუმცა უკვე გაიარა შესაბამისი პროცედურები, უთხარით რომ ნიკა მელიასთან ხართ მოსული და სავარაუდოდ რამდენიმე წუთში საინტერესო მოგხსენებთ თუ არა უფლებას. გიორგი, რას ფიქრობთ, რის გამო მოხდა მისი დაკავება? ხელბორკილები იმის გამო ხომ არ დაადეს შემთხვევით რომ რადგან სასამართლოზე ხვალ არ მიდიოდა, უფრო მარტივი იყოს მისი მე-12 დაწესებულებაში გადაყვანა. ფაქტობრივად ღიმილის მომგვრელია ყოველივე რაც ხდება, დღეს დილიდან რაც ასე თქვა დაიწყო ჯერ სასამართლოში, რომ იკითხებოდა ხელის გულზე იდო რომ სასამართლოს ჰქონდა მიღებული დაკვეთა, ეს პროკურატურის ტრეინინგების გამო პროკურორების არ გამოცხადება. შემდგომ მოსამართლის თავი მოიკლა მოსამართლემ რომ არ გადაადო პროცესი, ხვალე ჩანიშნა 2 საათზე, მიუხედავად იმისა რომ დაცვის მხარეს ჰქონდა შუამდგომლობა რომ ხვალ მაქვს მთელი დღე დაგეგმილი, გვაქვს პროცესები უნდა გადადებულიყო. ცალსახა რომ ჰქონდა დაკვეთა რომ ხვალ 2 საათზე პროცესი უნდა ჩაენიშნათ. შესაბამისად იკითხებოდა და ამის შესახებ გავაცხადე კიდევ ჟურნალისტებთან რომ ხვალ 100%-ით ნიკასთან მიმართებაში მოსამართლემ უნდა მიიღოს დაბატონების გადაწყვეტილება, რაზეც აქვს მითითება. აქვს დღეს ნიკასთვის ხელბორკილების დადება. დაივიწყეთ სამართალი, კანონი და სასამართლო პროცესები. ყველაფერი ეს გასული არის სამართლებრივი სივრციდან. ნიკასთან მიმართებით ეს ჯერ კიდევ წლების წინ დაიწყო და ნიკასთან მიმართებით სამართლებრივი ნორმები ამოტრიალებულად იყო თავიდან ბოლომდე და რაც კი რაიმე პრეცედენტი არსებობს, ყველაფერი მის საქმეში არის შადებული, ამიტომაც მე არ მიკვირს. თუმცა პრევენტიული დაკავება ადამიანის იმის გამო, რომ მეორე დღეს სასამართლო, როდესაც გამოიტანს დაკვეთილ გადაწყვეტილებას და დაპატიმრების შესახებ ბრძანებას, მშვიდად ეძინოს ხელისუფალს, ესეთი რამ ჯერ მე ჩემს იურიდიულ პრაქტიკაში არ მქონია. ცალსახაა რომ ნიკა დააკავეს იმის შიშის გამო, რომ ფიქრობდნენ რომ ხვალ რაღაცა არეულობები იქნებოდა, თუმცა ძალიან კარგად უსმენენ სუსი, პოლიცია ყველა უსმენს და ძალიან კარგად იცოდნენ და საჯაროდაც ჰქონდა გაცხადებული რომ ერთადერთი მიზეზით არ მიდის სასამართლოში რომ ხალხს არ მიადგეს ზარალი, თორე დანარჩენ შემთხვევაში შვიდად ყველანაირი ექსცესების გარეშე მოხდებოდა რაც უნდა მომხდარიყო. თუმცა აი ჩაიდინეს დანაშაული. მადლობა. მოიგონეს თითქოს ნიკამ რაღაც ჩაიდინა, მოიყვანეს დაკავების იზოლატორში და ერთადერთს მივიტყვი რა. ძალიან ბევრი ყოფილ კოლეგას მინდა მიმართო. აი ეს რაც ხდება უკანონო პირის დაკავება, სამოხელეო დანაშაული. ეს არის ძალიან მძიმე დანაშაული. ეს არის ხანდაზმულობა 15 წელი და ყველამ ძალიან კარგად უნდა დაფიქრდეს, როდესაც იღებენ მსგავს დავალებას, რომ ტყუილ უბრალოდ ადამიანი დააკავონ და წაიყვანონ დაკავების იზოლატორში, ამას წლების შემდგომ შეიძლება თავისი შედეგები მოხვეს. მადლობა, ძალიან დიდი მადლობა გიორგი კონდახაშვილს, კონდახაშვილ გიორგის, მას რამდენიმე წუთში მიეცემა შესაძლებლობა, იმედია რომ მოინახულოს ნიკა და უფრო მეტი გავიგოთ. ნიკა ფარულავა არის ახლა ჩვენთან ერთად და აი აქ მყოფ ადამიანებთანაც გავაგრძელებთ საუბარს. ნიკა, როგორ პოლიტიკურ შეფასებას მისცემთ ამ საქმეს, რატომ ეშინიათ ესე ძალიან ნიკა მელიაცი, რომ წინა დღეს აკავებენ ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე? პირველ რიგში ცხადი რო იყო საზოგადოებისთვის რა მოხდა და როგორ მოხდა, ჩემი აზრით მნიშვნელოვანია ყველამ იცოდეს. თუ რაღაც ეტაპზე რეჟიმი ფორმალურ საფუძვლებს მაინც იცავდა, რომ სადღაც ვიღაცისთვის ეთქვათ, მათ შორის უცხოელებისთვის, რომ რა ვქნათ, აი გირაოს არ იხდის და დავაკავეთ. ეს ფორმალური საფუძვლებიც კი არ
გადაიცვეს და ადამიანი დააკავეს რეალურად სასამართლოს გადაწყვეტილებამ. მსგავსი აბსურდი უბრალოდ ან წარმოუდგენელია ნორმალურ ვითარებაში ან შედარებით ნორმალურ ვითარებაში. მაინც სინამდვილეში რაც დღეს მოხდა ის რომ წამყვანი პოლიტიკური კოალიციის ერთ-ერთი ლიდერი გაიტაცეს და როგორც თვითმხილველები მათ შორის ყვებიან, ხო, წართმეული აქვთ კამერები იმისთვის რომ დანაშაულის ამსახველი ვიდეო ჩანაწერი არ არსებობდეს, უფორმო ადამიანები თავს დაესხნენ, კიდან გადმოდიოდნენ. ანუ ძალიან მარტივად რო ვთქვათ, ადამიანი მიდიოდა და საკუთარი პოლიტიკური პოზიციის გამოხატვის გამო ეს ადამიანი დაკავებულია და დაკავებულია იმისთვის უბრალოდ რომ ის არის პოლიტიკური ლიდერი ერთი და მათ შორის არის აქტიური მოქალაქე. აქედან რა დასკვაც ყველამ უნდა გამოვიტანოთ არის შემდეგი. ზოგადად ყველა მსგავს ვითარებაში იქნებოდა ეს რუსეთი, ბელორუსი თუ სხვა ნებისმიერი მსგავსი ტიპის ქვეყანა, სადაც ნელ-ნელა დემოკრატიის ნიშნები ნელ-ნელა გაქრა და გადავიდნენ უბრალო ადამიანების დაკავებაზე. აქ რაც უნდა ვიცოდეთ, არ უნდა მიუდგეთ ამას როგორც მხოლოდ პოლიტიკოსების დაკავება. ადრე თუ გვიან ყველას საკუთარი პოლიტიკური პოზიციის გამოხატვის გამო ყველას დააკავებენ. ამიტომ ეს არის მნიშვნელოვანი რომ გავიაზროთ. ქართული ოცნება, ბიძინა ივანიშვილი და ქართული ოცნება და ჩვენი ევროპული დასავლური უსაფრთხო მომავალი ერთმანეთთან შეუთავსებელია. დიდი მადლობა, როგორც გიორგი გვეუბნება, არ ყავთ ქვემოთ. იმიტომ რომ ზემოთ დაინახეს აქ თვითმხილველებმა რომ კიბეზე აიყვანეს. არ გვიდასტურებენ რომ ჯერჯერობით არ არის დროებით დაკავების იზოლატორი, შეთხოვა რაღაც საბუთებს ადგენენ. ხოდა მოიგონონ ახლა დაკავების მიზეზი, როგორც ცნობილია, ახლა ყველაზე მარტივია მათთვის, წინასწარ როგორც გიყურებ, დაწერენ რომ პოლიციამ რო გააჩერა, ნიკამ თითქოს გაუწია შეურაცხყოფა რაღაც გიჟივით მივარდა პოლიციის თანამშრომლებს და გაუწია წინააღმდეგობა. ეს არის აღმაშფოთებელი პრაქტიკა, ეს არის თავგასულობა და ეს არის, წარმოუდგენელი რამ რაც ხდება. ეს თუ ამან თუ მიიღო პერმანენტული ხასიათი, შებენებისმიერი ადამიანი გააჩერონ და დააკავონ. ფაქტობრივად გამოდის, რომ ნებისმიერი მოქალაქე, ვინც ვიღაცას გონებაში მოიხარშება რაღაც, შეუძლია დააკავონ, ამყოფონ აქ და მოგეხსენებათ კიდევ გაზარდეს დაკავების ვადები. მადლობა გიორგი ივაჭყონიას მინდა რომ გავესაუბროთ. ივა, რა შეგიძლიათ გითხრათ დღევანდელ დღეს აი ამ ვითარებაზე, რომელსაც თვალს ვადევნებთ, 12 საათზე გადიოდა გირაოს გადახდის ვადა ნიკას, თუმცა დააკავეს 4 საათით ადრე. ხო, ნუ ახლა ფაქტი არის, ხა ამ საქციელით რეჟიმს უბრალოდ ძალიან შეეშინდა. ანუ ნიკამ ხმამაღლა თქვა რომ არაპირებდა გირაოს გადახდას, არც სასამართლოზე მისვლას არაპირებდა. უბრალოდ რა ვიცი, აი ვერ გეტყვი, ანუ ვერაფრით ვერ ხსნი. ანუ ეს კიდევ ერთხელ თავიდან ბოლომდე დადასტურებული არის, რომ ეს არის ბანდიტური რეჟიმი. ხა სხვა რა უნდა დავარქოთ ახლა. გაიტაცეს ქუჩიდან ადამიანი, ანუ რის გამო, ანუ იმის უნარიც კი არა აქვთ, რომ ეცლია თქვა 12 საათამდე ან სახში მისულიყვნენ. ეს კიდევ ერთხელ მოწმობთ, რომ თავიდან ბოლომდე რეჟიმი არის დანგრეული, ეს არის ჩამოშლილი, აქ უბრალოდ არაფერი არ იქნება, უბრალოდ მინდა თქვენი ეთერის საშუალებით, ეხლა ვიცი ზუსტად, რომ ქართული ოცნების მომხრეები გაცილებით უფრო მეტი უყურებს თქვენ არხს, ვიდრე სხვა დანარჩენი პროპაგანდისტულ ტელევიზიებს, რომ ეს თქვენ შეგეხებათ, თქვენ შვილებს შეეხებათ, ეს მარტო, აი პოლიტიკოსები იცით ვინ არის, ანუ თქვენი შვილების მომავალზე ზრუნავენ. ვინც ამ ქვეყნის მომავალზე ზრუნავენ, ზუსტად ვიცი, ძალიან ბევრ თქვენთან გათან მაქვს შეხება. თან ყოველდღიური, რომელსაც თქვენ თვითონ არ მოგწონთ ეს რეჟიმი. გამოდით, სანამ გვიან არ არის, იმიტომ თქვენ შვილებს, აი გაფრთხილებთ რა, ზუსტად იცოდეთ, შეეხება ეს ყველაფერი, ყველამ ერთად გადავარჩინოთ ქვეყანა და არა ის რაღაცა თქვენი მოგონილი deep state-ები და არ ვიცი, big mac-ები არის თუ big state-ები თუ რაღაც სისულელეები. მადლობა ივაჭყონია, სხვათა შორის მაყურებელს რომ გავახსენოთ, ზურა ჯაფარიძის დაკავების დროს საქალაქო სასამართლო გადავსებული იყო პოლიციით და სავარაუდოდ დაინდეს ახლა პოლიციელები და გადაწყვიტეს რომ უფრო ნაკლებად შეაწუხონ ძალოვნები. ხო, როგორც ჩანს, ახალმა მინისტრმა ახლებური სპეცოპერაციების მოფიქრება დაიწყო, ეს არ არის დაკავება, ეს არის გატაცება. ამ სიტყვის პირდაპირ მნიშვნელობით, იმიტომ რომ ენას ამ შემთხვევაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. სწორი სიტყვები უნდა გამოვიყენოთ იმის შეფასებაში, რასაც ეს რუსული რეჟიმი აკეთებს. ეს არ არის ხელისუფლება, ეს არის რუსული რეჟიმი, ეს არ არის დაკავება, იმიტომ რომ დაკავება კანონიერი ქმედება და ეს არის აბსოლუტურად უკანონო, სრულიად უკანონო, ხვალ სასამართლო ყოველგვარი კანონიერებისა და ადამიანის უფლებების ფარგლებს გასცდნენ, ამიტომაც ეს არის გატაცება. ნუ არა ლოგიკური არაფერი არ არის, ამაში ლოგიკურად მიყვებიან ყველაფერს. ძალიან დიდი მადლობა მაშასე გელა გელაძის პირველ სპეცოპერაციას ვუყურებთ, შეიძლება ასე ითქვას. გელა გელაძემ სწორედ ნიკა მელიას დაკავებით დაიწყო მისი პოლიტიკური კარიერა, შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე არალეგიტიმურმა მინისტრმა გადაწყვიტა რომ უკანონოდ დაედო ხელბორკილები ნიკა მელიასთვის ისე რომ სასამართლოს მისთვის აღკვეთქონი
ორგანიზებად შეფერდებული გირაო არ შეუცვლია პატიმრობით. ჩვენ ბუნებრივია ვაგრძელებთ აქ მუშაობას და მოვლენების განვითარების შესაბამისად ისევ დაგიბრუნდებით პირდაპირ ეთერში. მადლობა დიდი ნანუკა